როცა სადღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავამაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველმთა საუახოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ხურბლით დაიფარება. შეშფოთება მიგის თავიდან ფეხებამდე დაუარა. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა. იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ოღონდ ისე არა, ცის სახელი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება. არა, მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება ისე. ირგვლივ დუმილი იდგა. თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგი შესქეროდნენ. მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა. თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია. იგი მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა. თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ. იგი ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან. ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა. იგი ბელადს შეხედა. ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასწრებდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა. კბილები მრისხანით დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა. ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირების კი დამფრთხალი გარბოდნენ. დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც აღარავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიზაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც ყეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა. დაბინდებისას ბელადი მთელს ტომს შეყრის და იტყვის, ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელე სინათლით გაფანტავს, კაცები აღმართ შეუდგებიან. წინის მიდის, ვინც ქარაფიდან უნდა გადაეშვას. უკან დანარჩენები მიჰყვებიან. ქარაფის შუაწელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენები შეჩერდებიან და მარტო ის განაგზობს გზას. მიდის. მწვერვალს რომ მიაღწევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხედავს და ამ დროს სახეზე სოსლად შეპყრობილი ნადირის ფერი ადევს. მერე ისევ შეტრიალდება, მოიკუნდება, შეიკუმშება, დაპატარავდება, თვალებ დახუჭული. იგი მარიცის თვალებ დახუჭული თუ გახელილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდი დაძინების ციცაბო აღმართს, რატომღაც გონია, რომ თვალებ დახუჭული. გადააბიჯებს და მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება. თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას დასცემენ და გამოქვაბულში დაბრუნდებიან. ის აღარ დაბრუნდება. იგი მარიცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული, მაგრამ იცის, რომ აღარ იღვიძებს. რა კი უკან დაბრუნებული აღარავინ უნახავს. აქამდე ასე იყო. და ბელადი, კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე. დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტის მოქნევად შეუძლია და ნადირის დევნაც, მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე. რატომ ადისო არავინ კითხულობს, ალბათ გონიათ, რომ რაც არის ის მუდამ იყო. თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა. ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა და უხმოდ იკითხა თავის სხეულში. რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე? იმიტომ, რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რა კი დამარცხდა ბელადი აღარაა. ხოლო როცა ბელადია და თან ბელადის აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რის დარღვევაც არ შეიძლება. ამიტომ ადის. ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და დალაგებას შეუდგებოდა, გარკვეული სიმძიმე სხეულში ტკივილად ეღვრებოდა, თვალები ეხუჭებოდა და ძილიერეოდა. ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უსნობს სიტყვებს იოლად და სწრაფად ალაგებს. სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიშენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიქს წყაროსკენ. ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა. პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა. როდესაც სამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მრქალი თვალი გაახილა, კაცები დაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადირეს. წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ქონდა გაგდებული. დანარჩენები უკან მოყობოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ. ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირებს დანახვაზე თვალებში შიმშილის ფერი ჩაუდგათ. ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე როგორც ყოველთვის სიმშვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა, დაჯდა, კერი გვერდით მოიდო და ხელები მუხლებზე დაიწყო. ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ. ნანადირების შუა გამოქვაბულში დადეს და ძველი მონადირეები ხორცის განაწილებას შეუდგნენ. როგორც წესია,
წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს, მოკლულ ნადირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა რა ადგილას იდგა იმ დროს ბელადის შვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა და ეგვლივ ხორცის მეც ვერაფერს ხედავდა. ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალის დახმხამებაში მასთან გაჩნდა. ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა. შავი ფაფარი მხრებზე სცემდა. კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა. გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა. მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ბელადის სახე სითბო სუნი ისე აეცალა, როგორც წყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა თითქოს სიმშვიდის სუნმაც ისყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაზრდილი ხელები უკან წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუმძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი, სახეს რომ მიწვდა კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილისავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა. გამოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში გადაირბენსო. ბელადი მისჯერებოდა შვილს ჩასისხნიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეთს დასტვდა და წამოდგა. ძველმა მონადირეებმა ნანადირები გვერდზე გასწიეს და მამაშვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი. შეიბნენ. შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეთთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად შაბღუჯა და მკერდზე მიიგრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი. იგის უკვირდა. ძველმა მონადირეებმა ნანადირები კვლავ შუაგულ გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილება განაგრძეს. როდესაც შიშველი მთის თავზე სამთვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ. ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან. იგიც. ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა. წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგზნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა. ნი ლამაზი იყო. ქარაფის შუა წელთან იქ, სადაც ბოლოხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენების წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო, ხოლო ძველი ბელადი მიდიოდა. იგი ზურგს ხედავდა და ნეტა ახლას თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში. ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა. ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა. იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ. ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა ნაფეხურში წყალი დგებოდა. ზურგზე, ბეჭებს შუა წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა. ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგი თავის სხეულში თქვა. ახლა შეჩერდება და მოიხედავსო. ამის თმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა. არც მოუხედავს, არც დაუყვირია. ახალმა ბელადმა კი დაიყვირა. ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო. დანარჩენებიც აყვნენ. იგიც. იგის მერე უყვირდა. ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა. ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო და თავდაღმარს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ. მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც. ისე წვიმდა, ცაკი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა. ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა. იგი სხეულში გაკვირვება აწრიალდა. კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორ გადარჩა? თუ კი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა. რატომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? თუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება.
იგიმ ნაბიჯი შეანელა, კაცებს ჩამორჩა. თვიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიეხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა. ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა. იგი უკანვე მოტრიალდა. კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში. იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდა მოდეს. ფეხს აუჩქარა, წამოეწია. ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა. ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ. შუბლები მიწისათვის მიეშვირათ. გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ. წინ ბელადი მიდიოდა. ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასწრებდა. იგი სუცებს სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა. იგი ისეთი არ იყო, როგორც იყვნენ სხვები. გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდე უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა. კიდევ კარგი არავის შეუმჩნევია გამართული იგი. უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორც არიან სხვები. მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარ ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა, ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რა კი მათი თანამოძმეა, თავის სხეულში თქვა იგიმ. მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან, შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს. იგის ბევრი სახე უყურებდა. მერე ბელადმა ხმადაბლად აიგრენა და გზა განაგრძო. დანარჩენებიც მიყვნენ. ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჯერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ. საღამოს, როდესაც სამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა. წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი. იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა. თუ იჯდა ფეხზე, დგომა უნდოდა. თუ მოდიოდა, გაჩერება უნდოდა. გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა. საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა. იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო და იქ ყოფნა აღარ უნდოდა. ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის. ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი, რომ ძვალს ხრნიდეს. იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა. იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი. დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები. ნისაც ძინავს. თავის სხეულში თქვა იგიმ. წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა წუხილი რომ დაიმალა. მერე კიდევ თქვა, ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა. წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს. ნი, იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზო-უკლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა, მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. ახლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა. ნი. წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრნა დაუწყო. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო. რაღაც უნდა ექნა. წამოდგა. სიბნელეს თვალი შეაჩვია. ფეხაკრეფით დაიზრა გასასვლელისკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისთვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიეღწია გასასვლელს და გავიდა. ტყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა. იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა. ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოსკავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო და ისევ დაუწყო ღრნა. იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხის გულები ხედავდნენ. ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო. თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნის წუხილად აქცია. მართალია ძვალს აღარ ღრნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და საცა გაივლიდა ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ მსველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟჟოლამ დაუაროს.
ვერცხლში მოისვენა. მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველს სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა, წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა. წუხილი ავი იყო. ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა. გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა. იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილის თავს დაანებებს. იგი მცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგი დაიკვნესა და გაიმართა. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა, მერე კიდევ სცადა. ტკივილი ყვიროდა. იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო. იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს. თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა. ტკივილი იცოდა რაც იყო. ტკივილი ისაა ბრძოლის დროს, რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. რაკვენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება. წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არ ხეინა დიჯდა სხეულში და ნადირივით ხრნიდა ძვლებს. ამიტომ ერჩივნა ტკივილი. მოიხრებოდა იგი, იყო ასე სანამ ტკივილს გაუძლებდა. მერე გაიმართებოდა, ცოტა შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა. როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა. მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი. როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას. სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა. კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხორ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელაც კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა. იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოეხლოებული ხიფათი აეცდინა. როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, თხილად დგებოდა. თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩამოწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა. ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი, იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასწრებდა. შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო. ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები. იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოვდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება. იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა. როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში. ახლა იგი შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს. იგი დიდ გამოქვაბულში იწვა. ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა. სხვებს უკვე ეძინათ. საცა იყო იგისაც ჩაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად ფეხაკრებით მოდიოდა მისკენ. სწორედ ამ დროს სად იყო და სად არა წუხილი გამოჩნდა. წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა. უჩუმრად მომავალ ძილს გაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძრა. თან მარტოობის გემო შეიტანა. იგი გამოფხიზლდა, გაკვირვებული დაიბნა, სუნთქვა შეიკრა, ყური მიუგდო წუხილს. წუხილის სხეულში დაძვრებოდა. მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა. რა უნდა წუხილს იგისგან? უსმოთ კითხა იგი მწუხილს. იგი ხომ უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები. წუხილმა არაფერი უპასუხა. ცვალს მიაგნო სხეულში და ღრნა დაუწყო. იგის სიბრაზის ფერი დაედო. თავი დაანებოს წუხილმა იგის. უხმოდ დაუყვირა იგი მწუხილს. ისევ დაწვა, თვალები დახუჭა. ცდილობდა წუხილისთვის ყურადღება არ მიექცია და ძილს დადარაჯებოდა, მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა. წუხილი არ უშვებდა ახლოს ძილს. იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე. არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა. არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს. უხმოდ თქვა იგიმ. წამოჯდა, ფეხები შემოიკეცა, კლავები შემოიჯდო, ნიკაპი მუხტებს შუა ჩაიდო. წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრნიდა. იგის ვერაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან სხვები. განა ამას არ მოითხოვდა წუხილი მისგან.
მას რაღაც დაბრუნდა, რაღაც მოითხოვს. იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდა დაყოფნა საცა არ იყო და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კი იგი იქ მივა, მაშინვე სხვაგან ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰყოლოდა. იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა თანამოზმეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ გასწია. ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის კუდებს ღრლიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებს შორის მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაბდა. იგი მიხვდა, რომ ღამის ცვალი ღრუბლებს გასცდა და ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივი მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს ჩამოყვებოდა და ბალახში აკიაბდებოდა. ეს იგი მძველი დაკვირვებით იცოდა. ახლა ცხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგი ახლოს მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოთოლზე მრგვალი წვეთი იტო და ისე ბრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვალი ყოფილიყოს. იგი ჩასუწყდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა მის ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა და სხივი აღარ ჩანდა. იგი მიცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის მთებში ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა. ქვედას გადასწია და მრგვალი წვეთი წეგანდელივით აბჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე. იგი წამოდგა და გზა განაგრძო. სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს როგორც ჩანს ჩასწინებოდა. ან არადა შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რა კი იგი მგზა განაგრძო, საფარიდან გამოვიდა და ძვალს დაუწყო ძებნა, ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა. იგი მგვერდზე გაუხვია, თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: ნეტარისთვის მოვიდა აქ იგი. მართალია ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა. ეხლანდელ წუხილს კი რა ერქვა, იგი არ იცოდა. ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრა წრიალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო. წამოდგა, სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა, მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ გასწია. დიდხანს იარა ზღვის პირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერ იქნა და ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვის პირას გავიდა. სილაში ჩაჯდა. მუხლები მოიკეცა და ზედ მკლავები შემოაჯდო. ზღვა მშვიდად სუნთქავდა. წყალი წამოვიდა და ფეხის წვერებს დაუსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა. წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აზრჟოლებდა. თქვას მაინც წუხილმა რა უნდა. იგი ყველა სურვილს შეუსრულებს, იმიტომ რომ იგის მეტი აღარ შეუძლია. უცებ შორს, სადაც საზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალი ააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგი უფრო მაღლა ააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივიც დედა დაინახა. ღამის თვალი, რომელიც ღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი. იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა. ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა. და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა. სწრაფად წამოხდა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა. წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცი შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და იგის, რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა. იგი იდგა, ცის თვალს შესქეროდა და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისი არა, სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს ხვებივით გამოსჩენია, აბი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის. როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულის კი ნაფლეთებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა წეღან რომ აღმოხდა. იდგა გამართული და ცის თვალს შესქეროდა და ცის თვალსაც, შორეულ ბრჭყვიალა კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელფეხს. არაფერი იყო ცუდი, არაფერი იყო კარგი.
ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც ცუდი დააკლებდა რამეს და ვერც კარგი შეჰმატებდა. მერე საკვირველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვალით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგი სხეულში. იგი მუნებრულად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილიყო. ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენჭები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავიანთ ადგილას დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა. თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა. მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვებია, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრეობად უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს. ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს. სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა. რა მოსდის იგის? უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია. წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ იყოსო. ამავე დროს არაფერი არ არსებობდა, ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა, სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო. ან წუხილი რაღა იქნა, რამ დააფრთხო? ნუ თუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა. აკი ამას წინას სწორედ იმიტომ შეუძრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა. უკვირს იგის, თავის სხეულში თქვა იგიმ. ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი ის, რაც ახლა ცოდნა, მხოლოდ გაკვირვება იყო. იგი მკლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე შეისხა, მოტრიალდა და აღმარცა უღვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბჭყვალებდა და ძებნა დაუწყო. მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვასთან წასულიყო. იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა. ნი ძალიან კარგი იყო. იგი მგზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა. თხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა. თანამოძმეები კარგები იყვნენ. ბელადის კარგი იყო. იგის ჩაეძინა. როდესაც დილით სანადიროდ წასვლისას იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიგრინა და მისმა დიდრუნმა თეთრმა კბილებმა დღის თვალის შუქზე ავად გაიელვა. იგის გაახსენდა, რომ წინაღამეს ბელადი კარგი იყო და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში. თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა. მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში იმალებოდა. ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის, რას უგრძნობდა ვერ გაეგო. მთელი დღე ამაუდი წანწარეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან. უხმოდ მიდიოდნენ. ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშვილი, თითქოს ნადირის სუნი იკრა და ნახტომისთვის მოემზადაო. გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გადაუხვია. მონადირეებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის მიუქცევია ყურადღება. ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც, პატარა ზუ გაბარდნილ ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო. ცოტა გზა რომ გაიარა, იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალი ეჭირა თანამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო. ვის ემალება პატარა ზუ? თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრაფად მიიხედა. პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას. კეტი ორივე ხელით ჩაებუჯა და თვალებ გაფართოებული მის შერებოდა იგის. როგორც კი იგი მიიხედა, სახეზე დამფრთხარი ნადირის ფერმა გადაურბინა. ბუჩქისკენ შეტრიალა და ფაცხა-ფუცხით დაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა. იგი მობრუნდა და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, წეღანდილივით სწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა. შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული. ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებდნენ მონადირეებს, მაგრამ ხელცარიელი რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ.
სახეზე შეშფოთების ფერი დაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. ბელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები მოიწიან. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფანტნენ. ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო, დაჯდა ასე. ხელები კოჭებში ჩაევლო. შუბლი მიწისთვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და ოდნავ ირწევოდა. დანარჩენების დასხდნენ. იგი გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა როცა შიმშილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგი სერჩივნა მოშორებით ყოფილიყო და მისი გამართული სხეული თვალში არავის მოხვედროდა. რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასე მოიქცეს იგიო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ გაკარებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა. ეგ იყო მხოლოდ ტანი უგრძნობდა რაღაცას და უსნობი სიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგი და თვალში ნურავის შეეჩხირებაო. ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირ-ნაირი ნაყოფი და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა შიმშილს, მაგრამ ცოტათი მაინც დააშოშმინა. გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამდნენ. მარტო ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის დაუკარებია. იგი მას მალე მიატოვა ჭამა. ცოტაოდენი ფესვები გაღეჭა და თავი მიანება. გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა. უცებ იგი მიგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა, ოდნავ, მაგრამ არ შერხეულა. გატროლულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ, სულ ოდნავ, მიაბრუნა თავი, იმხარეს და ცალი თვალი გააპარა. ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა. ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპა თითქოს დავიწყებოდა. თვალები გაფართოებული მისჯერებოდა იგის. ზუს რაღაც უნდა. თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ. ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა. ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც სას უყურებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, სხვას უყურებდა და ხედავდა, რომ სხვა იგი იყო. ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო. მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა. ნისსუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაულიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო. დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და როცა ყველანი გაშუნდნენ თქვა, იგი არ წავა სანადიროდ. იგი სხეულში გაკვირობა შეკრთა. გაკვირობას უცხოს უნიასდიოდა. მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ, მაგრამ მარტო ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერაფერს ხედავდა. მაგრამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა. როცა სხეულში გაკვირობა გაჩუმდა, იგი თქვა, იგი ქალი არ არის, იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ? ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის. მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს. იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ ალაგებდა. ბოლოს დიდი დუმილის შემდეგ მაინც თქვა. იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. აქ ისევ გაჩუნდა. მერე თვალი მიწას მოსწყვიტა, იგი სახედა, თეთრი კბილები ავად დაკრიჭა. კეტი მიწას დაკრა. იგი არ წავა სანადიროდ. მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად ლაგდებოდა. ან უნდა შებრმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა. ბელადი ძლიერი იყო. იგი გაეცალა, შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა, ქალებისა და ბავშვების აუზმზერას წააწყდა და ნეტანი სად არისო, სხეულში იკითხა. ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ. ასეთი რამ არასოდეს მომხდარიყო. ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფსი აღყავდათ. იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და საშეხურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილები ავადელავდნენ. რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ გქონია იგის ნადირობა არ შეუძლია. იგნებისა ჰქონია ხელი რომ მოეცრათ და ვერაფერი მოინადირეს იგის ბრალია. იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო.
ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია, აქამდე არასოდეს დაბრუნებულა ხელცარიელი. იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას. ტყეში ნაკადულთან სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბოდნენ წყალში და რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი. იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულის ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში, რისი გემო იყო ვერ გაეგო. იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადულის ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა. თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა ნი დარჩა. სხეულიდანაც ყველა სიტყვა ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა. ნი გაღმა იყო. გულაღმა იწვა. კლავები აქეთ-იქით გადაეშალა. თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ჩადიოდა. იგი შეყოყმანდა. ჯერ გზის გაგრძელება დააპირა. მერე შეტრიალდა და ნაკადულში შეტობა. ნიმ თვალი გაახილა. მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა. ხელის გულებით ეზოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა. ის, რაც ნის საამოსუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებული ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა. იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხდა და უკან დაიხია. იგი შეჩერდა. მერე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი. დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს ხანდახან უნელებდა. ბოლოს იგი წამოიწია და ხელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა. ჩაიჩოქა. მერე გულაღმა დაწვა და თვალები მილულა. იგი მის გვერდით ჩაიმუხლა. ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ მოეცათ მძაფ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამოსუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა. ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოქონდა. იგი მხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა: ნის საკვირველი სუნი ასდის, თბილი და საამო. ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა. იგიმ კიდევ თქვა: ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა. ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის. ხოლო იგივ კიდევ თქვა: ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. ნის სწრაფად წამოჯდა. იგის სხვა რამე უნდა? ნის თვალებში გაკვირვებას ავიფერი დაკრავდა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამოსუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სულმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები. ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ხშენით დააწვა ზემოდან. ნიმ თვალები ისევ მილულა, მკერდით მკერდზე მიეკრა და ასხმარტლდა. მერე, როცა იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან სხვები, ნიმ სხმარტალი შეწყვიტა. ახლა ის უძრავად იწვა, მოშვებული და თვალებ დახუჭული. იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგი სიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო. რატომ მაინც და მაინც ნიჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე? ნიმ თვალი გაახილა. აღარ უნდა იგის ნისთან. იგი მარო პასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი. რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ გაძევება სცადა. გავიდეს ნი იგის სხეულიდან. ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა.
სახე უსაშველოდ გაგრძელებული, ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალის შუბლზე აჯდა, მეორე სულ არ ჩანდა. ფეხები შეშუპებული იყო და შუაში გადატეხილი. ცუდი სანახავი იყო ნი. გავიდეს ნი იგი სხეულიდან. ნი არ გადიოდა. მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით კრახელი ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა. იგი მარიცის სად იყო ხრელი. საიდან უნდა გავიდეს ნი? მწუხარედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გზა განაგრძო. სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა. ამასობაში ზღვის სუნი ეცა და იმით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა. თბილ სილაში ჩაიჩოქა. სხეულში იგიდან იბრძოდნენ. თიც უაზროდ უსვამდა სილას. მახინჯინი ტკივა სხეულს, მაგრამ მახინჯინი არ გამოდის სხეულიდან. რა უსნაური სანახავია, წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნილი ნიკაპი, ცალი თვალის შუბლზე, ტანი დაბრეცილი, ფეხები ასე შეშუპებული, შუაში, აი აქ გადატეხილი. უეცრად მახინჯინი გაქრა სხეულიდან და მტკისვე იგის თვალებმა მახინჯინი სილაში დაინახეს. იგის თითქოს რაღაცა მუბიძგაო, ძეზე წამოვარდა. თვალებში შიშისა და გაოცების ფერი ჰქონდა. სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა. დამთხალმა დაიხია უკან, მერე შეტრიალდა და გაიქცა. თავში სიტყვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ არ ესმოდა. მერე სიტყვები ნელ-ნელა დაალაგდნენ. ბაგაბუგი ცოტა მისყნარდა სხეულში და იგიმ ნაბიჯი შეანელა. იქ, სილაში, მახინჯინი წევს. მახინჯინი იგის სხეულიდან გამოვიდა და სილაში ჩაწვა. იგი მფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა. სილაში მხოლოდ საკუთარი კვალი ჩანდა. როგორ გაჩნდა ნი? უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თით სილაში უსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა და იგი მიხვდა. იგის თითმა გააკეთა სილაში ნი. იგი შრუანდელმა დაუარა სხეულში. თითი ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა. თითი იყო. იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა მძინარე ნადირს რომ წამოეპაროს. მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა. ნეტა წავიდა მახინჯინი, თუ ისევ სილაში წევს. ბევრი კი ურბენია აკათებას. ეტყობა წასულა. თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნის გამოჩნდა სილაში. იგი შედგა. კინაღამწეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს შეიკავა თავი. მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინძრეოდა. იგიმ კენჭი აიღო და ესროლა. თან გასაქცევად მოემზადა. კენჭი ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმ კიდევ ესროლა კენჭი და დაბრეცილ მკერდში მოარტყა. რა კი ნი არც ამჯერად გაინძრა, გული მოეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა. ნი დაუძახა და გასაქცევად მოემზადა. ნის არც მოუხედავს და არც ხმა გაუცია. ეს ნი ნამდვილი არ არის, უხმოდ თქვა მაშინ იგიმ. ეს ნი ისეთია, როგორიც იგის სხეულში იყო. ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგახანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს მივიდა, ზემოდან დააცქერდა. მერე ფეხი ფრთხილად ასწია. ოდნავ შეეხო ნის ხელს და მაშინვე მოაშორა. თან ყოველი შემთხვევისთვის უკან დაიხია. იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელის სხეულს მოსწყდა. ეს იგის ფეხის კვალია. თავის სხეულში თქვა იგიმ. იგის ფეხის კვალმა ნის ხელი მოსყვიტა. იგი მკლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუსმოუსვა. ნის სახე გაქრა. მაშინ იგი დაიხარა. ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხელები გადაუსვა ზემოდან. ნის სულ გაქრა. ეს ნი არ იყო, თქვა სხეულში იგიმ. ეს ნის კვალი იყო. ამ სიტყვებს გაკვირვების უნი აუვიდა. იგი ფეხს დაადგა სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გაჩაჩხულ ხელებს დაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას შემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელ დიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბელადის ნაფეხურები ნახა. მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს, ბელადის კვალს ბელადი ტოვებს. თუ კი ნი არ იყო, ნის კვალი როგორ გადარჩა? განა იგის თითი ნი არის, რომ ნის კვალი გააკეთოს. იგი მკლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ გავდა ნის. იგი ჩაცუწყდა. თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც კვალი დარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახდეს. იგი თითის მოსმა განაგრძო. უსვამდა და უსვამდა.
სილაში ხაზები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდა თავისი თითის ნამოქმედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან. უცებ ამას წინანდელი ღამე გაახსენდა, როცა აქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი იყო. ცაც იგი იყო, ზღვაც იგი იყო, ტყეს და ქედებიც. ალბათ ზოგჯერ ნიც იგია. ალბათ წეღან იგის თითი მართლა ნი იყო. ამიტომ დატოვა კვალი სილაში. იგი მხაზები საგოლდაგოლოდ წაშალა. მუხლებზე დადგა და ნი მოიხმო. ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში. და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელებით დარღვეული და მახინჯი იყო. იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სილაში. თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი გულისყურის სხეულში ჰქონდა. მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს. ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა. ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა, მახინჯი, დაბრეცილი, დაშლილი. იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი იყო. თავში სიტყვები არ მოძრაობდნენ. მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა, თითქოს გაიშალა, გაიზარდა და მთელი სივრცე ამოავსო. ახლა, რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსად იქცა, ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო. ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო. იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხედავდა. მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, დანარჩენი საგნების თავთავიან სხეულში დაბრუნდნენ და ზღვარი, რომელიც მართ ერთმანეთისგან ყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა იყო, ცაცა იყო, ტყე იყო და იგი იყო. ყველაფერი თავის ძველ სახეს დაუბრუნდა. ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირი მაინც დარჩა და ეს კავშირი იგი იყო. იგი უცნაურ წინათგრძნობას შეეპყრო. თითქოს ქვეყნად უამრავი იგი არსებობდა. ოღონდ ზოგ მათგან სხვა ჰქონდა სხეულად, ზოგს მთა, ზოგს ცა და იგი შეეძლო, როცა მოისურვებდა, გადაეხსნა ეს სხეული და მაშინ ქვეყნიერება წეღანდელებით მხოლოდ იგი იქნებოდა. ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი არ ექნებოდა სხეულად. რა კი იგი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, თვალებმა სილის ნის დახედეს. სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მანამ იგი სხეულში მუდამ სხვანაირი ნიშნდებოდა, ლამაზი, ბილი, კარგი, თვალები რომ ზღვას უკავდა და თმა ჩამოცვენილ ფოთოლს. ახლა რაღაც მოუვიდა ნის. რად დამახინჯდა, რად დაირღვა. თვალები სილის ნის უყურებდნენ. ასეთი სახე არ ჰქონდა ადრე ნის. იგი მფრთხილად გადაუსვა ხელი სილის ნის სახეს და წაუშალა. როგორი სახე ჰქონდა ნის ადრე? იგი მთვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში ძველი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მერე ახალი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მთელმა ტომმა გაიარა, როცა ციდან წვიმა მოდიოდა და აი ბოლოს ნის გაჩნდა. ნი გაჩნდა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაქრა და იგი ვერ გაარჩია, როგორი სახე ჰქონდა. იგი მთვალები გაახილა და ისევ დახუჭა. ახლა მის სხეულში პატარა ბალახი გაჩნდა, რომლის ფოთოლზე ღამის თვალი მრგვალ წვეთს აფრჭყუიალებდა. იქვე იგი ჩაჩოქილიყო და ბალახს დაჰყურებდა. მერე ბალახიც გაქრა და იგიც. მათ ადგილს სხვა გაჩნდა. სხვა ლივლივებდა და შორს დასალიერთან ცას ერთვოდა. და უცებ კვლავ გაჩნდა ნი. ნი წეღანდელებით სწრაფად გაქრა, მაგრამ ამჯერად იგი მოასწრო იმის შემჩნევა, თუ როგორი ცხვირი ჰქონდა ნის. იგი უყურებდა ნის ცხვირს და ნის ცხვირს ნელ-ნელა მთელი სახე გამოესახა. ძველი ნის სახე, კარგი, საყვარელი, ცის თაღივით რომ სითბოს აფრქვევდა. აი ეს არის ნის ნამდვილი სახე და არა ის დაშლილი და დაბრეცილი ნი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა იგი სხეულიდან გასვლა. იგის თითინელა მოძრაობდა სილაში. იგი კვლავ მკაფიოდ ხედავდა, როგორ ქრებოდა მის სხეულში ნი, ნაწილ-ნაწილ და როგორ ჩნდებოდა სილაში ასევე ნაწილ-ნაწილ. თითმა მოძრაობა დაამთავრა. სილაში ახლა ძველი ნი იყო. ის ნი, რომლის ყოველ შემოსვლაზე იგი სხეულში უჩვეულო და საამო ბაგაბუგი ატყდებოდა ხოლმე და უჩვეულო და საამო სუნი ტრიალდებოდა. იგი წამოდგა და მაღლიდან დახედა სილის ნის. მერე ირგვლივ შემოუარა, თან თვალს არ აშორებდა. შემოვლა რომ დაამთავრა სილის ნის, იგის ფეხის ნაკვალევის შემოეკრა. იგი მკვლავ შემოუარა, ისე რომ ფეხს კვალსა და კვალს შორის ადგამდა. რამდენჯერმე რომ შემოუარა სილის ნის,
უკვე ერთიანი კვალი ერთყა გარშემო. იგის მოეწონა. და არც კი განუზრახავს ისე თქვა სხეულში. იგიმ რაღაც ისეთი ისის, რაც სხვებმა არ იციან. ეს რომ თქვა, მაშინ გაიგრძნო რომ მთელ სხეულში ცხელი გემოტრიალებდა. ცხელი გემოტრიალებდა თან ზემოთ მოიწევდა და თითქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა. იგიმ რაღაც ისის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის და ბელადი გაჩნდა იგის სხეულში. ბელადმა კეტი შემართა და თქვა, იგი არ წავა სანადიროდ. მერე ასეთი ბელადი გაქრა და სხვანაირი ბელადი გაჩნდა. ის ბელადი გაჩნდა, რომელმაც თავისი მამა დაამარცხა, მის ადგილას დაჯდა, ნადირის თავი ჩაფხუჟა და გულში ჩაიკრა. ეს ბელადი დარჩა იგის სხეულში. ავი ბელადი, კბილებ დაკრეჭილი, ფაფარაღრილი, თვალებს სასისხლიანებული. იგის თითი კვლავ ამოძრავდა სილაში. ბელადი ნელ-ნელა გამოდიოდა იგის სხეულიდან და სილაში ჩნდებოდა. იგიმ სილის ბელადსაც შემოავლა კვალი. იგიმ დიდი რაღაც ისის. ცხელი გემო, რომელიც სხეულში ტრიალებდა და მაღლა მიიწევდა, უცნაურად საამაყო იყო. ისეთი როგორიცაა პირველი ნადირობა და ისეთი როგორიცაა ნისთან წოლა ნაკადულის პირას. ამ დროს ქვეყანაზე წვიმა წამოვიდა. იგიმ დააპირა პატარა გამოქვაბულში შეეფარებინა თავი, მაგრამ უცებ შენიშნა, როგორ ეცემოდა წვეთების სილის ნის და სილის ბელადს და შეჩერდა. წვეთები პატარ-პატარა ღმულებს აკეთებდნენ ისა და ბელადის სახეებზე. მერე ღმულები გაფართოვდნენ, ერთმანეთს შეუერთდნენ, მთელს სახეზე და მთელ სხეულს მოედნენ და მალე ნისა და ბელადის ადგილას სველი სილის მეტი არაფერი დარჩა. იგი უყურებდა სველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა. როცა დიდი დაძინების ქარაფზე წვიმაში ძველი ბელადის ნაბიჯები კვალს ტოვებდა, იგის ეგონა კვალი წვიმის გამო რჩებოდა. აქ წვიმამ სილის ნის წაშალა, სილის ბელადის და იგის კვალის. იგი უყურებდა სველ სილას და თვითონ სველდებოდა. მერე თავის სხეულში თქვა, მეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშალოს. იგის თავში არ იყო ისეთი სიტყვები, რომელიც ამ კითხვას უპასუხებდნენ. ერთხელაც დახედა სველ სილას და დიდი გამოქვაბულისკენ გაუდგა გზას. ქალებსა და ბავშვებს გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი. ქვეყანაზე ძლიერი წვიმა მოდიოდა და იგის გაუკვირდა. ნი რომ გარეთ დაინახა. ნი ბალახში იდგა. კლავები განზე გაეშვირა. მთელი სხეული წვიმისთვის შეეშვირა. თავით ფეხებამდე სველი იყო და ისეთი სახე ჰქონდა პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს. იგი შედგა და ცქერა დაუწყო. ნის რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი იყო და რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი არ იყო. ამ დროს ნიმ იგი იგრძნო და მოიხედა. ახლა აღარ ჰქონდა ისეთი სახე, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს. კლავების დაუშვა. იგი იდგა და უყურებდა. რა უნდა იგის? იკითხა ნიმ. ნი რაღაცნაირი იყო. ნი არ არის ნამდვილი, თქვა იგიმ. ნამდვილი ნი სილაში იყო და წვიმამ წაშალა. იგი უყურებდა ნის და სხეულში ნამდვილი ნი გაჩნდა. ძველი ნი, რომელსაც უშუალოს უნი ასდიოდა. ნუ უყურებს იგი ნის, ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. ნის ეშინია. იგი შეკრთა, სწრაფად აარიდა თვალი და ზურგი შეაქცია. რატომ ეშინია ნის, უხმოდ თქვა იგიმ. განა იგი მძვინვარე მხეცია, რომ საშიში იყოს. მაშინვე ტანმა რაღაც უგრძნო და ციმა ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დაუარა. ამჯერად თითქოს მიხვდა კიდეც რა სიტყვა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ყურს მონადირეების შორეული ხმა მიწვდა და ნაპოვნი სიტყვა ისევ გაქრა. მონადირეების ხმამ გამოქვაბულშიც შეაღწია. ქალები და ბავშვები გნიასით გამოსვიდნენ გარეთ. წინ წესისამებრ ბელადი მოდიოდა და თუმცა კარგად ენადირად, მაინც ქუშად ჩახურებდა მიწას. უკან ძველი მონადირეები მოჰყვებოდნენ. ამათვე ებერთელა ნადირი დაედოთ მხრებზე და მოჰქონდათ. ზუ ბოლოში მოაბიჯებდა. ქალები და ბავშვები მონადირეების ირგვლივ დახვტოდნენ. ხელებს იქნებდნენ და ყურთასმენის წამღებად ჭყიოდნენ. იგი განზე გადგა. ბელადმა და დანარჩენმა მონადირეებმა ისე ჩაუარეს არ მოუხედავთ. მხოლოდ ზუმ მოიხედა. ზუმ ნელა მოატრიალა სახე, მაგრამ როგორც კი იგის მზერას წააწყდა, მაშინვე აარიდა თვალი. გამოქვაბულის შესასვლელთან ქალები და ბავშვები გვერდზე მიდიდნენ და კაცებს დაუთმეს გზა. ძველმა მონადირეებმა ნადირი გამოქვაბულის შუაში დადეს და განაწილებას შეუდგნენ. სხვები ისხდნენ და მათ უყურებდნენ. თვალებიდან ყველას შიმშილის სუნი ასდიოდა. თავი ბელადს მიუტანეს და ფეხთით დაუდეს. ბელადმა აიღო, შეატრიალა და სადაც წითელი სისხლი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილს დაეწაფა. ისე ნელა წოვდა, შვილმა ბავშვმა რომ დედის სხეული მოწოვოს. თან თვალები დახუჭა. სახიდან სიავის სუნის გადაეცალა და სითბოს სუნის დაეფინა. მონადირეები ნადირის განაწილებას განაგრძობდნენ. იგი შორეულ კუთხეში იჯდა.
ყველაზე ძველი მონადირე რიგრიგობით ეძახდა თანამოძმეებს. ახლა იგის დაუძახებენ, უხმოდ თქვა იგიმ, როცა მისი ჯერი მოვიდა, მაგრამ ყველაზე ძველმა მონადირემ სხვას დაუძახა. მერე კიდევ სხვას დაუძახა და მერე კიდევ სხვას. ზუსტ რომ გაისწუმრა, მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა იგის. იგი წამოდგა. ბელადმა წოვა შეწყვიტა. პერი არ მოუშორებია ნადირის სისხლი ან იკისრისათვის. ისე შეწყვიტა წოვა. ცალი თვალი გაახილა და ძველ მონადირეებს გადმოხედა. სახესე სითბოს სუნი გადაიცელა და სიავის სუნი დაეფინა. მერე წამოდგა, ნადირის თავი საბელადო ქვაზე დადო და შუა გამოქვაბულისკენ წამოვიდა. ყველანი ბელადს მისჯერებოდნენ. ის იყო იგი. თავისი წილი ხორცით ჩამოართვა ყველაზე ძველ მონადირეს, რომ ბელადიც მოვიდა. ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყარა. ქვემოდან ახედა იგის და იგიმ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე უცებ გამოგლიჯა ხორცი ხელიდან. გამოქვაბულს გაკვირების მუილმა გადაუარა. იგის არ უნადირია, თქვა ბელადმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა, ნადირის თავი კალთაში ჩაიდო და ზედი დაყვები დააჭირა. იგის წილხორცს კი ძიძგნა დაუძღვა. თან ცალი თვალი იგისკენ ეჭირა. მთელი გამოქვაბული ახლა იგის უყურებდა. ძველმა მონადირეებმაც კი შეწყვიტეს ხორცის განაწილება და ისინიც იგის მიაჩერდნენ. იგის ბალანი აეჯაგრა. სხეული მრისხანება მაუსო. კეცხელი მაგრად მოუჭრა და მაღლა ასწია. ბელადმა მაშინვე შეწყვიტა ჭამა და თვითონაც კეთს დაავლო ხელი. ოღონ წამოდგომით არ წამომდგარა. უცებ საიდანღაც სიმშვიდის სუნი მოვიდა. სიმშვიდის სუნი ირგვლივ შემოეფინა იგის. მერე სხეულში შეაღწია და იქიდან მრისხანება გამოდევნა. იგი მკეტი დაუშვა და წყნარად თქვა. იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ. ბელადმაც დადო კეტი და იგის წილი ხორცის ძიძგნა განაგრძო. მაშინ იგი ახლოს მივიდა. ზემოდან დახედა და გაიმეორა. იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ. ბელადმა ხორცის ძიძგნა შეწყვიტა. თავისი წილი და იგის წილი ერთად ჩაბღუჯა. საიმედოდ მიიკრა გულზე და იგის შეხედა. სახე ისეთი ქონდა მონადირეს, რომ ტყეში ღმუილი შემოესმის და ვერ გამოიცნობს, რომელმა ნადირმა დაიღმულა. იგი ატყობდა, რომ ბელადის თავში უცნობი სიტყვები დაქროდნენ და ბელადი ვერ ახერხებდა მათ დალაგებას და დაკავშირებას. იგის სხეულში უხმოდ გაჩნდა გამარჯვების ყიზინა. ბელადმა იცოდა, რომ რა კი იგის არ უნადირია, არც ხორცი ერგებოდა, მაგრამ ახლა გაიგო, რომ თვითონვე უთხრა უარი სანადიროდ წაყვანაზე. ხოლო უარი რატომ უთხრა, ამას ვერ გაიგებდა, რადგან გუშინდელი დღე ბელადის სხეულში არ გაჩნდებოდა. ეს იცოდა იგი და მშვიდად ელოდა. ბელადისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ წართმეული ხორცი უკანვე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ნადავლი არ ეთმობოდა და ამიტომ ჯიუტობდა. გამოქვაბულში სიჩუმე იდგა. იგი ელოდა, მაგრამ უცებ ეს სიმშვიდე რაღაცამ შეაგრდო. იგის უკნიდან ვიღაც შასიებით მოსჯერებოდა. ბეჭებს ეტკინა დაჟინებული მზერა. იგის ჯერ ზუ ეგონა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ზუ არ იყო და როცა უხმოდ თქვა, ნეტავისი მზერას ტკივა ასე იგის ბეჭებსო, გამოქვაბულში ნისხმა გაისმა. იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ღმუილი მიწყნარდა გამოქვაბულში, ნისხმამ კიდევ თქვა. იგი სხვა ჯიშისაა. ამჯერად არავის დაუღმულია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა. ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებებით ჩაესო იგის. სხეულში ძლიერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივ შეიკავა თავი, რომ თვითონაც არ ეყვირა. კბილი კბილს მაგრად დააჭირა. თვალები დახუჭა და ასე ერთიანად აზაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი. ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგი თვალები გაახილა. გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა. ბელადს ხორცი, ნადავლისა და თავისი წილიც ისევ გულში ჰქონდა ჩაკურული. პირი გაეღო და ქვემოდან ამოსქეროდა იგის. გაფართოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირვებაში თეთრი შიშიც ერია. გამოქვაბულის ყოველი კუთხიდან თანამოზმეთა თვალები მოშერებოდნენ იგის. იგის სხეულში ნი ლამაზი და თბილი იყო და საამოსუნი ასდიოდა და იგის ვერ გაეგო, რატომ გაუჩნდა სხეულში ასეთი ნი და არა ისნი, რომელმაც საშინელი სიტყვები თქვა. ამასობაში ბელადის თვალებს გაკვირვების სუნი გადაეცალა. ბელადმა ცალი ხელი შეუშვა ხორცს. ძირს გაგდებულ კეთს მოჰკიდა ხელი და თქვა, იგი სხვა ჯიშისაა. საიდან გაჩნდა ეს სიტყვები, ან რას ნიშნავდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ საშიში და ავის სიტყვები იყო. ისეთი საშიში და ავი, როგორიც ამ მძვინვარე მხეცი. ბელადი წამოდგა. კეტი მაღლა შემართა. ხორცი ცალი ხელით ისევ გულში ჰქონდა ჩაკრული და დიდი ხმით თქვა. იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა. ბეჭები ახლა ზუს მზერას გრძნობდნენ, მაგრამ ზუს მზერა არ ტკიოდა ბეჭებს. ეს ამბავი ცოტათი უყვირდა, მაგრამ ამისათვის არ ეცალა.
ბელადის თვალებში ახლა ისევ სიავე და მრისხანება იდგა. თავში სიტყვები აიშალნენ. სიტყვები იყო ახლა ერთადერთი ხსნა, რადგან იგი მიცოდა, რომ ასეთ გონიერ ბელადს კეტით ვერ გაუმკლავდებოდა. თვალი თვალში გაუყარა ბელადს, მანამ უყურა, სანამ მის მრისხანე მზერაში შეშფოთება არ შეერია. მერე კი მშვიდად თქვა: იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. იგი არ არის სხვა ჯიშის. ბელადმა პირი გააღო. მერე თავი გვერდზე გადაიგდო. და მის ბეჭს დაერტყო და ისევ მიაჩერდა იგის. სახეზე ავისუნი გადაიცალა და ისევ დაეფინა. კიდევ გადაიცალა და კიდევ დაეფინა. როგორც მინდორს გადაეცლება და დაეფინება ჭრდილი, როდესაც ის თვალის ქვეშ ღრუბლები დაცოცავენ. ბოლოს თავი ისევ ასწია, პირი მოგუმა, ისეთი სახე ჰქონდა. დაღლილი მონადირე, რომ დიდი ხეტიალის შემდეგ ნადირის კვალს წააწყდეს და თქვა: იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი გამართულია. ეს სიტყვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო და ბელადს მათი პოვნა არ გაუჭირდებოდა. ეს იცოდა იგი და ამიტომ პასუხის მომზადებული ჰქონდა. როგორც კი ბელადმა თავისი სიტყვები თქვა, იგი მოიხარა. ზურგში ტკივილი კბენდა, მაგრამ მოითმინა. ბოლომდე მოიხარა. ბელადს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა: ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები? და იგი მკაფიოდ დაინახა, როგორ გადაირბინა თეთრმა შიშმა ბელადის სახეზე. ბელადმა ნაბიჯი უკან გადადგა და ხორცი რომ ეჭირა, ის ხელიც კეთს დაავლო. ხორცი ძირს დავარდა. იგის წილი ფეხებთან დაეცა. ნადირის თავი კი გაგორდა და მოშორებით გაჩერდა. ბელადმა ცალი ფეხი გაიშვირა, გაჭიმა. როგორც იქნა, მიაზვტინა ნადირის თავს და ახლო მოიჩოჩა. თან იგის თვალს არ აშორებდა. ბოლოს ხორცი თავისის და იგისიც ფეხებს შუა საიმედოდ მოექცია. იდგა ავი და კბილებ დაკრეჭილი. კეტი მომარჯვებული ეჭირა და იგის შესკეროდა, მაგრამ მის სიავეში დროდადრო მაინც ჩანდა თეთრი შიში. იგი უყურებდა და ელოდა. ბელადი უხმოდ მისჯერებოდა. მაშინ იგი გაიმართა და ისევ მოიხარა. კიდევ გაიმართა და კიდევ მოიხარა და ჰკითხა: ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. ბელადს შიში გაუქრა. ახლა მის გაავებულ სახეს გაკურვების სუნი ასდიოდა. ბოლოს თქვა: ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები და კეტი დაუშვა. ამ დროს ნიმ თქვა: იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ. ბელადმა ისევ მოიმარჯვა კეტი და დაიძაგრა. რა სიტყვები აქვს იგის? ზურგში ნის მზერა და ზუს მზერა ერთმანეთს შეერია. იგი ვერ იტყოდა ტკიოდა თუ არა. სხეული გამოქვაბულში წუხდა და გარეთ ყოფნა უნდოდა. ბელადი იდგა ერთიანად მოზიდული და ავად შესკეროდა. უცებ იგის დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ბელადს თვალი აარიდა. სივრცეს გახედა მის აშლილ ფაფარს ზემოთ და თქვა: იგის არა აქვს სიტყვები. სიტყვები არავის არ აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაც ყველგანაა, ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის ღეროში. ხანდახან იგის თავში შემოდის. იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განასხვებს არ დამართნიათ ასეთი რამ. განა ბელადს არ დამართნია ასეთი რამ. არა, ბელადს არ დამართნია. დიდი ხმით თქვა ბელადმა. იგის პირი თავისთავად გაეხსნა. თეთრი კბილები გამოუჩნდა. სახეზე სითბოს სუნი აუვიდა. სხეულში ბელადი გაჩნდა, მაგრამ ეს ბელადი ნადირის უმწეო ლექვს ჰგავდა. ახალ შობილს, ბრმას, რომელიც კავწკავებს და უსინათლო თვალებით დედას ეძებს. იგი მსხეული შეიბერტყა და ხილვა გააძევა. მერე ბელადს შეხედა. მისი სახის ავგამომეტყველება სინამდვილეში ახდა რაღაც ისეთი, რაც ბრმა ლეკვის უმწეობას ჰგავდა და იგი თქვა: რაღაცა ყველაფერშია, ყველაფერი რაღაცაა. უცებ თავში სიტყვები მოზღავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყანას სახე აქვს. ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს. ღამის სიბნელე ცისთვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს. ყველაფერი რაღაცაა. და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირის და მონადირეს. იგი ყველაფერშია და ყველაფერშია იგი. იგი მოზღვავებული სიტყვები ნის ხმამში აჩერა. ნიმ თქვა: იგი ნიც არის, ნიც არის, იგი ყველაფერია. ბელადი შეკრთა, ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა. იგი ბელადიც არის? გამოქვაბულმა ერთი დაიღმულა და მერე სიჩუმე, უფრო ძლიერი სიჩუმე ჩამოწვა. დუმილი დაჟინებით მისჯერებოდა და პასუხს ელოდა. იგი მთვალები დახუჭა და გაერინდა. სხეულში აწრიალდა შეშფოთება და მიყუშდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა,
გადაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და ბელადს მიაპყრო. იგი ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგი მიცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოიყვანოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფერი. გამოვიდეს ბელადი გარეთ, დანარჩენებიც გამოვიდნენ. იგი შეტრიალა და წელში გამართული ნელი ნაბიჯებით გავიდა გასასვლელისაკენ. თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა. იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან. ქადილით კი დაიქანდა, მაგრამ არ იცოდა შეასრულებდა ნათქვამს თუ არა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადის. თავისთავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღო მომტყუნა, იგის ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი. იგი მაგას უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა. იგი ჩასუზღდა, საჩვენებელი თითი გაშალა და მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ. აქ კი მაგარი მიწაა. ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს. იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში. იგი ზეზე წამოვარდა. უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიან გაიყო. გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა. ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა, რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში. ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი. მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჭერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან. ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს. რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის. უხმოდ ქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა. იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უსებს სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინ თვითონაც სინათლედ იქცა. ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რაღაც იყო. იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა, სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა. როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაცრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო. იგი რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, გაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი. სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი. მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესქეროდნენ. იგის სახეზე სითბოსწუნი აუვიდა. თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა. რომელი ქვა აიღოს იგიმ? ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა. ლამის ბეჭებზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა: რომელიც უნდა. თან კეთს მაგრად მოუჭირა ხელი. იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო. ბელადთან მიიტანა და აჩვენა. ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგი შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს. ბელადმა პირი გააღო. ნაბიჯი უკან გადადყდა და ფრთხილად მიხედა თანამოსმეებს. რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? ჰკითხა იგიმ. ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დახურებდა და ბოლოს თქვა: რას თვითონ უნდა ის გამოიყვანოს? და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. კარგი, თქვა იგიმ, ჩაიმუხლა. რბილი ქვა მიწაზე დადო. ცალი ხელი ზედ დააჭირა. მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა. თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო. ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალები გაახილა. წვეტიანი რქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა. ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე. ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმარე-მარეზე კაცი არ ჭაჭანებდა. სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე. იგი წამოდგა.
ჯერ თვითონ დახედა ქვისნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა. ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძინვარე მხეცი დასხმოდეთ თავს. თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვიდნენ. გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვისნის თვალს არ აშორებდა. იგის გაუკვირდა. რა ეშინია ზუს? იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა. ბელადმა ქვისნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორი ახლოს გაჩერდა. მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ. ქვისნი საშიში არ არის, თქვა იგიმ. ბელადმა კბილები დაკრიჭა და სახეზე ავმაფერმა დაკრა. ბელადს არ ეშინია, დიდი ხმით თქვა. სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვისნი გამოართვა და დახედა. უყურა და თქვა. ქვისნი საშიში არ არის. მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად შეხედა. ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავისი სხეულიდან. გამოიყვანს, თქვა იგიმ. ბელადმა ქვისნი დაუბრუნა იგის. კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა. მას გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი. იგიმ ქვისნი ძირს დადო. სხვა რბილი ქვამოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა. ბელადს მოუხმო სხეულში. მერე როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმე შეუდგა. ზუს მზერას ძალიან ახლო დანგრძნობდა. როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გამოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა. ამჯერად მხოლოდ ღმუილი მოისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა. ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის და დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და აბი თვალები ჰქონდა. ახლა აღარ აჰყავს იგის სხეულში ბელადი. იკითხა ბელადმა. ჰყავს? მიუგო იგიმ. ხომ გამოიყვანა? ბელადი თვალებში უყურებდა იგის. ჰყავს? გაიმეორა იგიმ. სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაც აჰყავს სხეულში იგი. ბელადი იგია და იგი ბელადია. ბელადი იგი არ არის. დიდი ხმით დაიკვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა. ხოლო რა კი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა. ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გადყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეკდო, ნახევარი იქით. ბელადმა დაიღმულა, დანარჩენებმაც დაიღმულეს. ყველანი ახლოს მოწვიდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ. ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა. იგის შეხედა, თანამოძმეებს შეხედა. ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხს წელსზევით იყო ბელადი, მეორე ნატეხს კი წელს ქვევით. ბელადის კეტის ნახევარიც ერთი ნატეხი იყო, ნახევარი კი მეორე ნატეხი. იგი ზუს მზერას გრძნობდა. უცებ ბელადმა ნატეხი მოიქნია და შორს გადასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მცხრევის ხმა მოისმა. მცხრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა. მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და სიჩუმე რომ ჩამოვარდა თქვა. როცა სადღის თვალს გაახელს, თაქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის. იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა. შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა. იგი მიხვდა, რომ ქვეყნიდან რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა. იგი მარიცოდა მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი. ირგვლივ დუმილი იდგა. იგი ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასწრებდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა. კბილები მრისხანეთ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა. იგი მიცოდა, რომ არ უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შეբმოდა. შებმას აზრი არ ჰქონდა. ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირის კი დამფრთხალი გარბოდა. ბელადი იგის უყურებდა და ელოდა. ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა. რომ სქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა. იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგიში აქცია. მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა. დანარჩენებიც მიიყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს.
ბელადმა ჯერი იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძღნა. იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა. დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასულა, ოღონდ შუა წელს არასდროს გასდენია. მუდამ შუა წელზე რჩებოდა, ბოლო ხის სირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო. მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ. ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე. იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნებდნენ, გამოაქნებდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროს ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახევს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება. სხვები დაბრუნდებიან. იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა. როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუ კი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს, ან ბალახზე როგორ აფჭყვალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე. შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს, იქნებ მთლიანად არ გაქრება. იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერის დარჩეს ქვეყანაზე. გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგი ცალი-თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა. ზუს გავს. უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. სად მიდის ზუ? ზუ ფრთხილად მიეკვალებდა გზას თანამოზმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა შეჩერდა. იგიმ თვალები გადახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერა სითბოს სუნი მოხვებოდა. რა უნდა ზუს? თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა. იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა. რაღაც დარჩება იგისგან. თავის სხეულში თქვა იგიმ. ოღონდ იგი მარისის როგორ დარჩება რაღაც. ნეტა ზუს სად უნდა წასულიყო. ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა. იგი ხის ძირას დაჯდა. თვალები მოჭვდა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები. დღის თვალის და ღამის თვალის დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება. უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. სად მიდიან? ან მერე რაღაც ჩდებიან შიშველი მთის თავზე. ქვისნის მაგივრად რომ ქვის მძინარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას. ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შესვიდებოდნენ. სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან. ზუს რა დუნდა გარეთ? ზუსად წავიდა. დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება თუ არ დარჩება. ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში. რა დარჩა მისგან? ყვალი? არა. ყვალის სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს, ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა ძველი ბელადი. რა კი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს ძველი ბელადი. ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგი მყურების ქვიდა. ზუ იქნება. უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა. ზუ! ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაიბინა. ხელში რაღაც ეჭირა. ზუს ქვამი აქვს. თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა. ზუ! ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა და ის ქვა გულზე მიიხუტა. სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუშინარდა. იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეგან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა. აი თურმე რა უნდა და ზუს. იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა. ზუს არ აკავს, უხმოდ თქვა იგიმ. ნის აკავს. იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა. იგი ისეთი არ არის, როგორც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა. ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში. ნიმ იგი შეამჩნია და მისგან გამოეშურა. ნიმ დაინახა იგი როგორ გამოვიდა გამოქვაბულიდან. თქვა ნიმ. ნი იგის გამოხვა. ნი ლამაზი იყო. რა უნდა ნის? იგის ნის სილამაზედმაც ატკინა რაღაც. ნიმ წყნარად თქვა. ნის იგისთან უნდა. იგის სხეულში ნიმ გულაღმა დაწვა და თვალები მივლულა.
კარგი, თქვა ნიმ, დაწვეს ნი. არა, თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივი ებრქეოდა. ნის არ უნდა იგისთან დაწოლა. იგის გაუკვირდა. აბა რა უნდა ნის? ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას. რა დაემართა ნის? უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა. ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა, მაგრამ ეს ალბათ იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ან და იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რაღა დაემართა? თუ არცნია ისეთი. იგიმ თავი გააქნია და სიტყვები დაფანდა. დასდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა. იგიმ ქვისნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვისნი? იგიმ აქ დატოვა ქვისნი. თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. ქვისნი მიჰქონდა ზუს. უხმოდ თქვა იგიმ. რა თუნდოდა ზუს ქვისნი? მერე ხმამაღლა დაუმატა. სადმე იქნება ქვისნი? იგის საკვირველი სიტყვები აქვს. თქვა სიჩუმის მერე. ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები. ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა. იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო. ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო. იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჯდო. ნის ხელი ოდნავ დოკავდა. როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი. წნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე. ნიავი რომ დაუბერავს. როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მფრთლემარე ზღვა. ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის გონია, რომ ნის სუნთქვა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა. რის გამოც იგი ყველაფერია და ნიც ყველაფერშია. ნის ხელი ოდნავ დოკავდა. მერე ნი მიავივით დაიჩურჩულა. იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია. ქარაფის შუა წელზე ბოლო ხესთან ყველანი შეჩერდნენ. იგი მარტო განაგრძო გზა აღმართში. ნელა მიაბიჯებდა, გამართული, თავაწეული. ქარაფის წვერს ახლა გადახედილი დღის თვალი დაჰნათოდა. კაფეო ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი. ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო. იგი ნელა მიაბიჯებდა. ეს გზა იმ თავისთვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმ თავითვე იცოდა, რომ იგი გამართული იყო და მერე ასეთი გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმარებოდნენ შორეული ქედები. გაიმართოს იგი. ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა. გაიმართოს იგი. ამიტომ ჩასახოდნენ ცადაცის თვალები. გაიმართოს იგი. ნის საკვირველი სითბოს მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან. სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ბელადი ქვემოთ იცდის, ბელადი ხესთან დანარჩენებიც იქიცდიან. იგი ბელადზე უფრო ძლიერია. მოლოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხვდა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს. მშვიდად მიაბიჯებდა. ისიც რომ იცოდეს იგიმ, უხმოდ ამბობდა იგი. რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ. ღამის თვალი რომ ჭკვიალა სხივებს აფქვებოდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდი-გვერდი ისხდნენ ხის ძირას, მაგრამ ამის ცოდნა იგი ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა, მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება, თუმცა კვალი სხვა რამეა. კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს. იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია. ისინი ქვემოთ უცდიან ბოლო ხესთან. იგი ისე სწრაფად მოტრიალა, თითქოს რაღაცა მუბიძგა და ძალით მოატრიალაო და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა და სანამ თვალები მიხვდებოდნენ რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს. იგი მიცის რა დარჩება მისგან. ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასწრებდათ. ვიწრო შუბლები მიწისთვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსქეროდნენ იგის. ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან, იდგა ზუ და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მიხვდნენ. ზუ იდგა გამართული, ხრებში გაშლილი. თავი მაღლა აეწია,
შვიდი მზერით შემოყურებდა ქარაფის წვერს და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ. გაიმართოს იგი, დაწინაურდეს იგი. იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ, სქივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რაღაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე, დღის თვალივით ლაპლაპებდნენ. საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა. იგი ზუსტად უყურებდა. სქივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც. მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა. კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვეღარ იგზნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში. იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო.